ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჩამოერთვა სახლი და მიწის ფართი ესპანეთში, კერძო სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი წყნეთის ნუშის ბაღების დასახლებაში. კონების ღირებულება ჯამში 2,5 მილიონ ლარს აღემატება. ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თითქმის 1,5 მილიონ ლარის გათეთრებას ედავებოდნენ. ყოფილ მინისტრთან ერთად 8 წლით პატიმრობა შეეფარდა დაკავებულ მის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის მას ვასილ მხეიძეს, რომლებიც ბიუჯეტიდან თანხის მოპარვაში მონაწილეობდნენ. დინარაძის კაბინეტი კანცელარიაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა. მისი განმარტებით დინარაძის სუსში მიღწევებიდან გამომდინარე ის გენერალ-მაიორის წოდებას იმსახურებდა და ეს მომავალში მას რეპუტაციულად გააძლიერებს. რუსეთი უკრაინის სკოლებში ტერაქტს ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2 მოზარდი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა მხარემ უკრაინელი ბავშვების სოციალურ ქსელებში არსებული სპეციალური ჯგუფების საშუალებით გადაიბირა. კრემლის დავალებით არასრულწლოვანებს საკუთარი სკოლები უნდა აეფეთქებინათ, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დამწვრობა აქვს. მოჯთაბა ხამენეის ფეხზე 3 ოპერაცია ჩაუტარდა და პროტესტს ელოდება. მას პირადად პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი მკურნალობს. ინფორმაციას New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.